შემოდგომის შესახებ. ეს არის მათთვის პირველი პრეზენტაცია, ანუ ერთგვარი მოხსენება გავაკეთა პატარა მუსიკალური ნომრები, რომელსაც მე პრეზენტაციის შემდეგ შევთავაზებ. ისინი ისაუბრებენ, მოსწავლეები ისაუბრებენ და ინფორმაციას მოგვაწვდიან შემოდგომის შესახებ, როგორ ვითარდება მოვნენები და ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ვფიქრობ, როგორც ჩვენთვის მეც ბევრი რამე გავიგე სხვათა შორის, თუმცა წერდი და ვაკეთებდი ამ ღონისძიებას, ანუ წერდი ამ სცენარს, ასევე ბავშვებისთვისაც და ვფიქრობ, რომ საინტერესო გავიგე. მოგესალმებით პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო. დღეს ჩვენ მეომრებე კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ ღონისძიებას სახელწოდებით ჯადოსნური შემოდგომა. დღევანდელი ღონისძიები, შერეცები, ჩემი ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, საინტერესო, სასიამოვნო, მრავალფეროვანი და ხალისიანი გავხადოთ. მას შესაძლოა სიტუაცია მეომრებე კლასი ღონისძიების ჯადოსნური შემოდგომა. შემოდგომას დადგა შემოდგომა ხეებს ფოთლების ცვივა, როგორ აცილდა ხშირად წვიმის დღე მიკლო, ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებს. უფროსები ემატებიან განათლებით და ახალი წლისთვის, ჩვენ კი ჩვენ ვავაზადეთ დღესთან შესახებ. შემოდგომა, რამდენობას, როგორ გახსოვს, ამოიხსნა პატარა ფოთლმა და სასახი. ნეტო საიდან მოდის ის, ან როდის გაჩნდა ის, ფიქსი და ერთხელ შემოვიდეს. ფიქსი გათვლილი, ვერთხელ შეამჩნევო, როგორც დინარის პირას პატარა ტყეში, ხეს უხმაუროდ მოწყდა ბოთოლი, ბოთოლი მოწყდა ხეს უხმაუროდ დინარის პირას პატარა. აჩქარი იყო ასწვრის დღეში, რამ ჩამოაგდო ნეტა ბოთოლი, ნეტა ბოთოლი რამ ჩამოაგდო, აჩქარი იყო ასწვრის დღეში. უბრალოდ ფოთლის ღედაელია, დინარის პირას პატარა ტყეში, დინარის პირას პატარა ტყეში, დინარის პირას პატარა ტყეში. ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო, მაგრამ განსაკუთრებული ხიბლით შემოდგომა გამოირჩევა. წელიწადის დროების დახასიათებისას შემოდგომას ასე აღვწერთ: თბილი ფერები, ბუნების გაფერადება. ბუნების გაფერადება, დიახ, ზუსტად შემოდგომაზეა საჭირო უამრავი ფერი, წითელი, ყვითელი, ოდნავ მწვანე. ბუნებას სτερდება ფერადება ისევე, როგორც ხატვარი აფერადებს ნახატს. გრძნობს, როგორც სიგრძლია გარეთ და შენს წინ დაგდებულ ფოთოლს აკვირდები მწვანე სიცივს ნარინჯისფერ. შაშან ჩვენი სახლის წინ იდგა 4 ათარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი. საშინელი რამ იყო კარზე მათი მოდგომა, გაზაფხული, ზაფხული, ზამთარი შემოდგომა. ეს წელი კუცკლებს და როგორც მიწა სამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი. მათ გზა ჰქონდათ ხელისა, დამეკი დაზაფხული, ზამთარი შემოდგომა, ზაფხული, გაზაფხული. შემოდგომა წლის განსაკუთრებული დროა. ეს არის დრო, როდესაც ზომიერი კლიმატი, მზიანი დღეები და გრილი ღამეები ტყით შემოსილ ბორცვებს თანდათანობით ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ფერების ათასგვარი ელფერით ამკობს. ეს არის დრო, როდესაც მარადმწვანე ფიჭვებისა და განძების მწვანე ფერს თავიანთი მონათესავე ფოთოლმცვივანი ხეების ხას-ხასა წითელი და ყვითელი ფერით ჩრდილავს. ცნობის მოყვარული ადამიანს აინტერესებს, რატომ ხდება ერთთა ასეთი სავასალო ცვლილება, რა განაპირობებს ფოთლის განხილვას ან რასაკვირველს. შემოდგომის ნაირი რაოდენობა ზამთრისთვის ფერების მოხდენის პროცესის ნაწილია. შემოდგომის დამოკლებული დღეები განხილვას აძლევს ხეებს, რომ თანდათანობით შეუყვეთ წყლისა და საკვების ნივთიერებების მიცვალებას. ამაზე თითოეული ფოთოლი ყოფნის მონაზვნად გამოსაკავებელი ფენის წარმოქმნით ღიაბურებს. ეს ფერდაქრის ნივთიერებას, რომელიც ხეს უშლის ხესა და ფოთლებს შორის ნივთიერება და ცხრასის გამო საბოლოოდ ფოთლები ცვივა. მე შემოდგომის სიცავსე მიყვარს. გაზაფხულია კი სიცავსე, ზაფხული შეგი და ეს სიცავსე.
რის შემადგენლობით მოზლიერდება ბუნება ფერებით, წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ხალებიანი ხალიჩა ეფინება დედამიწას. იწყება ფოთოლთა ზეიმზე, ისე უხვალ ახლავს ხულებს, მაგრამ ეხლა ნაკლებად ათვობს ვიდრე ზაფხულში. ნეტ აბრახელმა აახარა ამრიგ ხიდასი 1000 ფრანკთან ყავარებული, ერთმანეთს გადაგრეხილი, სამი შვენიერი მაღალი, მიზა ნაკობით ნაკები, ცისარტყელებად გახილი, ვენახები და ბაგები, გაუცემლობის კითხულობ, ქვეყანაათის ხაპარი, ხატვის, კახეთის მშვენება და იმერეთის მთავარი. ბუნების მრავალმოყვარულმა შენიშნა, რომ შემოდგომა სხვადასხვა წელის და სხვადასხვა ადგილას, რამდენიმე განსხვავებული ბევრი რამ, ამათ თუ იმ პერიოდში ფოთოლს უანახეობის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, სხვადასხვა სახეობის ნაკერჭლის ფოთლები, უმეტეს წილად მზრდ წითელი ფერის გვხვდება. მათ ხშირად პარკებსა და ბაღებში ჰავარდება. ფოთოლცვერის პროცესის სასარგებლოა და საოცარ თვალებით. ფოთოლცვერის საშუალებით ხეები გამოიწყალს და ენერგიას, რომელიც ავტომატურად დასჭირდება. ამ პროცესის დროს ისინი იმოწმებენ მოჩენებს ისევები, რომელიც ზაფხულში ფოთლებში გროვდება. მწერების, სოყვების, ტიებისა და ნიანაკში მოვინაძე სხვა ცხოველების წყალობით მილიონობით ჩამოცვენილი ფოთოლი მეშომბალაზოვია ნიანაკს მთავარ შემადგენელ მეზღვად გარდაიქმნება. ასე რომ მოიფარფალე ფოთლები ჯერ შესანიშნავი სანახაობით ბატონს, შემდეგ კი გაზაფხულზე მცენარები რთისწით გადაიქმნება. ატიგდნენ მთები და ლამის მეც ატიგდნენ, ნაცები დაღვამდნენ და ლამის მეც დაღვამდნენ.
გადმოაცეთეს თათაწვერები. დამტკნენ ვაზები, დამტკნენ შავლები, დამტკნენ ყოლები, დამტკნენ ველები. თავში შველეთო იჭერკა ვერნო, რაც ოიმჟონა შვილი. ომში ანტამი ლევი, საგზლის გენიბრუნა პირი. კულტურება შემოდგომა. ახლა მცენარეების ფოთლები აღარ სჭირდება. კარგი მოტყოლოძარცავს ხეებს. ეშმაკია ნოემბერი. შემოდგომასაც გული უნდა მოუღო და არ ზამთარი განაჩინო. ზოგჯერ გამდენი შავფილებს დაადებს მიწას. ზოგჯერ ტიმის ბორბილებს დაადებს მიწას და არც თოვლის სუდარას დაიტოვებს. ერთი ხელის მოწმი ზამთარს მოითხოვს. მე ვარ შემოდგომა, წრელი მოზაიკა, ელვად მოხატული, ფერთა გალერეა, ღრუბლი სინოტივე, სულშილებს ვარ მიკრავს, თუ კი რა თქმა უნდა, გზა არამერია. მე ვარ შემოდგომა, მტევნის გაფრთხილება, სისხლის ადუღება, ბაღარ შარფათებით, ვიწყებენ კენისთვის, მერე სიცივით და მერე წვიმებით და ზამთრით გავთავდები. მე ვარ შემოდგომა, უხმო გაშიშვლება, უხმო გადაჭკნობა, ფოთოლცინანული, თავში ყვავილების, სუნთქვა გაიშლება, ბოლოს სიმძაფრით და ბოლოს სიყვარულით. დამთავრდა შემოდგომის ოქროს მედლისი, ბუნების უკანასკნელი დღესასწაული. ახლა თვალსაჩინო მხოლოდ შემოძარცული სველი და ცივი მიწის ფერები გაიშლება. ციცივე შეება გზესაზღვრად, გაეხვია ძირე ღრუბელთა მორევში, სულ მალე ზამთარი შემოიღებს კარს. სამხრეთისკენ მიმდინარე ფრინველები გაძლიერებული ფოთოლცვენა ისთანავე იწყება. სხვადასხვა ხე და ბუჩქი სხვადასხვანაირი ფერის ამოსით იმოსება ავტომის ყველასნაირი ზიანსახეში. ფოთოლცვენა მთავრდება ფოთლოვან წაერში, შიმშესაქმებლად ძიძდება. შემოდგომა გაგვეპარა მიილია მიჭრო ვენახები, დაიკრიფა და საწური დაიწურა. ბადლიანა ვინოვისმენ კარი თბილად გაიხურა, ბზამსხივები აიკრიფა, მიწარმისლი გაეხურა. შემოდგომა გაგვეპარა არემარეს ნისლი ბურავს და საცაა დედამიწა ზამთრის სამას დაიხურავს. ფოთლოვან და ნაცრალი ფოთლის მოზაიკით იფარება ნაცნარი ტყე, ფოთლზე შედეგად მშვენიერია, წყნარი, სუფთა, დიდებული და იდუმალი. ზოგჯერ ოქტომბერშიც მზიანი და უღრუბლო დღეებია, თითქოს ხელახლა დაიწყო ზაფხული და მხოლოდ დღის სინათლის კლება და დღის ფერთა სიჭარბე ვაუწყებს, რომ კარგი შემოდგომა მოგვადგა. ქუჩა ქუჩა შარა შარა ქარი ქოთლებს აგროვებს. ესპერადი ფოთოლცვენა მწრალ ხალხებს გაგვაგებს. შემოსულა შემოდგომა წინახული დაბადით. ავსებულა ბეღლები შემოდგომის ნებათი. ავსებულა გლეხის გაცის ბეღელი თუ მაღალი. ქუჩა ქუჩა შარა შარა შემოდგომა ნავათო. საბრალოა შემოდგომის ქარი. დაჰქრის, სულ რაღაცას ტირს. ირგა, კარგა არ მინახავს მოდარი. როგორ მოჩა გავთავებ ჩირი. მოდი ჩემთან, მოდი მოვლებ, არი ვინ რა იცის, ჩემთან არის, ვინც დაჰკარგა ჩემს გულშია მკვდარი. ყველაზე ლამაზ, ყველაზე რავალფეროვანი, ყველაზე დიდი ზიანო და ყველაზე ცვალებადი, ერთდროულად რაღაცის დასაწყისი და დასაწყისას. შემოდგომას თითქოს ორი იკვეთება და გაჯვარებულზე გადაშლილია. ის ილამაზე, რასაც შემოდგომა ჰქვია. გადაყვაფერები ოქტომბერს მიქრიან დღეები კედელზე, აფრქვევენ ქარვარს და ოქროს ფერს, ღიავი ჩურჩულში ტყეები. შემოდგომა უკვე
Thank you.